მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებში გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკოდიშვილი გახლავართ. ნარმანია, მუდამ მზიანო, ჩრდილი მაინც დაგვიტოვე, შემადლიანო. მონიშნულ ხეთა რაოდენობა დაახლოებით 550-ია. ალტერნატიული გზის მშენებლობისთვის მერიამ ნებართვა სწორედ ამდენი ხის მოჭრაზე გასცა. გარემოს დამცველები მოჭრილ ხეთა რაოდენობას ხუთშაბათის შემდეგ ითვლიან და სამართლებრივი რეაგირებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ორთაჭალა-შინდისის შემოვლითი გზის აუცილებლობის დასაბუთება არ არსებობს და 30 მეტრიანი ტრასის ნაკადს ვერცის უბანი გაუძლებს, სადაც გზა ჩავა. გარემოს დამცველები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებამ ალტერნატიული გზის გაკეთება პანორამას მშენებლობის გამო გადაწყვიტა. ატეხეს ახლა ერთი ამბავი. ხეიმისია რომ უნდა მოჭრა. აპარატესია კაცო რომ ამოდის და უკითხავთ. იქნება მან გზა უნდა გავიყვანოთ, რესტორანი უნდა ვაშენოთ, ან რამე ეგეთი ყლეობა უნდა გავაკეთოთ. არა, ეს ხეების მოჭრა კი კარგია ახლა. ახლა გზას გავიყვანთ რომ შინდიში ავიდეთ და სუფთა აერი ვისუნთქოთ, მაგრამ ეს ხეები თუ მოვჭერით მე ვიღაცავა შინდიში, პარადოქსია ერთგვარ. არა, ახლა გზის გაყვანა კი კარგია, მაგრამ ეს ზალადობრივი მეთოდები არ მომწონს კაცო. რა საჭიროა ახლა ზრდასრული ხეების მოჭრა? არ გეწოდებათ მაინც კაცო. ჯერ მიდით დაელაპარაკეთ, სთხოვეთ კაცურად, ან გზა უნდა გავიყვანოთ, ხელს გვიშლი და იქნება როგორც ამოხვედი, ისე ჩახვიდე უკან. გაიგებს, თორე და მერე მოჭერი რა კაცო. აი ახლა შენთანო პირდაპირ მოვიდენ და მერობიდან გადაგაყენონ. ახსნა გარმატების გარეშე გაგისწორდება? ანუ გითხრა ხა წადი აქედან, ამ კაბინეტში საყიკლო უნდა გავაკეთოთო? კარგი იქნება? ხო და ეგრე არიან ხეებიც. ცოტა კაცო მათ მდგომარეობაში ჩენ. ეხა შენ კი ხარ ცხვირში გაგუდული, მაგრამ ხალხს დაგვიჯერე, აღარ არის ჰაერი, აღარ, პაპუ. ყველა შოთა ვეფხისტყაოსანს ვერ დაწერსო, განაცხადა შოთა მალაშხიამ, სევდიანად გაიღიმა და დაჯდა წერად განცხადების საბრალოსა საუბრისად. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადებაში აქვს დღეს ნაციონალურ მოძრაობაში შემავალი ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეს. შოთა მალაშხია გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნოს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი, რეფორმატორი, ზნეობრივი თვალსაზრისითაც სირცხვილია, რომ ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა. უმადურია ადამიანი. აბა ეხლა მაღალშენკოს რომ მოქალაქეობას არტმევთ, ეხლა უკეთესი რა უნდა მისცანოდეს აშკა. არა და მახსოვს, როგორი გულუხვი იყავის შენ მაღალშენკო. მაგ მოქალაქეობებს სულ ღირსების ორდენებივით არიგებდი. ან პირიქით, ღირსების ორდენებს არიგებდი მოქალაქეობებივით. მაგრამ ვის ახსოვს კაცო? ახლა მხოლოდ შოთა მალაშხიაზე კიდია შენი ბედი. ან მარტო შოთა მალაშხიას არ კიდია შენი ბედი. აბა ეხლა სირცხვილი არ არის, ფაქტობრივად ბარიკადებს გიმართავს ქვეყანას საზღვრებთან. და თან როდის კაცო? ვარდების რევოლუციის მე-12 წლის თავს. ასე დემოკრატ მართვას რომ ასე გექცევიან შენი ჰუმანური მოღვაწეობის მერე, ხო არიან ღირსები რომ დაარბიო ყველა და დაამტრიო ძვლებში, თან ახლა მოქალაქეობის ჩამორთმევის მერე უკრაინის მოქალაქეობა ხო რჩება მაინც და ახლა რა პასუხი გავცეთ მერე ამ ქვეყანას? როგორ ჩავხედოთ თვალებში? ასეთ გაჭირებაში რომ მარტო ვტოვთ შენთან. თან ისა ზნეობრივადაც სირცხვილია კაცო მოქალაქეობის ჩამორთმევა შოთამ ხო თქვა? ხო და დაგიჯერებთ ზნეობა და ეგეთები არ შეგშლიათ თქვენ არასდროს. იმ 9 წელს და მე კიდევ 3 წელს თუ არ ჩავთვლით ცხადი. ხო. ნარმანია უარყოფს, მე არ ვჭრი ხეებს ორთაჭალაშიო. აბა ვინ ჭრისო? ვინ და ურთმელიძის დედა გაიქცაო. შოთა მალაშხია მიმართავს მთავრობას. მიშას მოქალაქეობას როგორ არტმევთ? არ გწვენიათო? რისიო? რისი და სირცხვილით როგორ უნდა თქვათ, მე უცხო ქვეყნის მოქალაქე მოგვიყნა დედაო. ლეგენდის თანახმად დავით ნარმანია სანადიროდ იყო გამოსული თბილისის ბეტონის ჯუნგლებში, როდესაც მოულოდნელად იმხელა ორმოში ჩაატყა, რომ კუჭია ეშალა. რა ვქნა და მოიფიქრა, ამ ორმოზე უნიტას დავდგამ და აქაურობას დაერქმევა მღნერისიო.
თბილისის ბიუჯეტი მორიგი ხმაურის მიზეზი გახდა ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის თანხის შემცირების ფონდზე ქალაქის მთავრობა დოკუმენტის მიხედვით 100,000 ლარს მხოლოდ 2 საზოგადოებრივი ტუალეტის აშენებლად დახარჯავს. 2 ტუალეტის აშენებას რა უნდა? რა უნდა და 100,000 ლარი უნდა? ხომ უნდა? რად უნდა? რათ უნდა? ასე ძვირიან ტუალეტში მე პირადად შემცვლელი არ ვარ ძმაო. ხო? 1000-ად კაცი დაფასდა და 100,000-ად ტუალეტი? ეხლა მუზეუმად თუ გადავაკეთებთ და ტურისტებს მივიღებთ, აი, მობრძანდით, ეს არის მშვიდობის ხიდი. ეს მეტეხი, ეს ნარიყალა, აი ეს კი ყველაზე ძვირიანი საზოგადოებრივი ტუალეტია. ასე გავაკეთოთ კაცო და ერთ კვირაში ამოიღებს ეგ ტუალეტები მაგ ფულს. თან საიდან მოიტანეთ რომ მაინც და მაინც ბიუჯეტიდან ფინანსდება. იქნება ნორმალია უცხოელი ინვესტორები დააინტერესა და ესა მაგ ფულს დებს იმ ტუალეტში, ტუალეტებში, ორში. იქნება საერთაშორისო ბრენდის ტუალეტებია კაცო. დაიცადეთ, ნუჩქარობთ, რა წესია კაცო, ისა ჯერ ტუალეტი არ დაუმონტაჟებიათ და უკვე აამთ და მე რაღაც იზამთ. აცადეთ ბატონო, აცადეთ რა. რა გუჭი აიშალეთ კაცო. ძვირიან ტუალეტს რა ჯობია. ბოლოს და ბოლოს გვექნება ქალაქში ერთით მეტი ისეთი ადგილი, სადაც შეგიძლია შეყვარებული დაპატიჟო. ბოლო ხანებში აშკარა ხდება რომ საქართველო დავით აღმაშენებლის წინხდომილი ქვეყანაც არის. უпроსწორად კი დავით აღმაშენებლების. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის 21 საუკუნის აღმაშენებელი, ამას დრო გავა და საზოგადოება ამას ადეკვატურად შეაფასებს. უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა საერთოდ და არ უნდა ბიძინა ივანიშვილის თავი უნდა დაანებოს ჩვენმა კოლეგებმა. აი, რას ვამბობდი? საუკუნე ერთია და აღმაშენებელი აგერ უკვე მეორე. თუ რა თქმა უნდა რამე არ გამოგჭა და ამ საუკუნის დასაწყისშიც არ გადავჭიმა ვინმე ნიკოპსიიდან დარუბანამდე. ყოველ შემთხვევაში ყველა ფაქტია, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი დავით აღმაშენებელი მოდის რეგიონში. რა, იქნება გონიათ რომ წინა მაღალი აღმაშენებელი არის. რას ლაპარაკობ კაცო? რა დამავიწყებს როგორ ლომივით გარბოდა ბრძოლის ველიდან. ან იმას კაცო, ფეხი დამადგი გულზეო დოქტორ დოცრო ეუბნებოდა. და იქიდან მეორეც აღმაჩენებელი. და რა კარგია რომ ჩვენში ყველა დიად ადამიანს თავისი მეხოთმეც მოყვება ხოლმე. მაგალითად სულ ადრინდელ აღმაშენებელს არსენ ბერი და ფარსანან გორგიჯანიძე ყავდა. თამარ მეფეს რუსთაველი. ამას წინდელ მიხეილ აღმაშენებელს ისა სახელი ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ეგეც რუსთავზე იწყებოდა მგონი. და აი დღევანდელსაც გამოუჩნდა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წევრი ია მაკასარაშვილი. დიახ. ჩვენ ია მაკასარაშვილის ნაირები დროის გასვლას არ უნდა ველოდოთ და ახლავე დავაფასოთ თითოეული ჩვენი დავით აღმაშენებელი. იმიტომ რომ უმადურობა, ცოდვა, ხოტმა და ქებადიდება კიდევ შეიძლება დიდი მადლი აღმოჩნდეს. ანდა ეს დიდი ხეირი. მერია საყდურობს რუსთავიორს. რა ამბავი ატეხეთ თქვენ კიდევ ამ საზოგადოებრივ ტუალეტებზე? კაი, აღარ ავაშენებდა. თქვენ გაიცით მერე პასუხი სოფონ ნიჟერაძესო. ია მაკასარაშვილი ამბობს, ბიძინა 21 საუკუნის აღმაშენებელია. რით გავსო? რა რითი კაცო, აღმაშენებლის დროს ხო ოქროს ხანა იყო? მერეო, რა მერე? შედი აბა მაგის სახლში. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქს. ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან.